დილამშვიდობისა მეგობრებო, დღეს არის 13 მაისი და გეპატიჟებით ჩემს პატარა ბაღში სასეირნოდ. ეხლა არის დილის 6 საათი, ნელ-ნელა იღვიძებს ბუნება. წვიმას აპირებს ჩვენთან. ვარდების უმეტესობა ჯერ კოკორშია, როგორც ხედავთ. წინ კიდე ძალიან ბევრი სასიამოვნო მომენტი გველოდება, მაგრამ ზოგიერთი ყვავილი უკვე გადაყვავილების პირას არის და ამიტომ გადავწყვიტე ჩამეწერა ეს ვიდეო. ეს არის სამარყანდა და არასდროს არ გადმოსცემს კამერა ამის ნამდვილ ფერს. აი ესე ვეცდები ახლა რომ უკეთესად დავიჭირო. აი სინამდვილეში ცოტა უფრო მუქია. ეს უკვე დიდი ხნის გაშლილი ყვავილია. სისი ახლა იწყებს გაშლას. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ამ ვარდისგან, რომ ასე კარგად გაუძლებდა ჩემი ბაღის სიცხეს. პირველი 2-3 წელი ძალიან მალე ეჩვარებოდა მზეში ყვავილები და ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავ, იმიტომ რომ ასეთი ფერის ვარდი ძალიან მინდოდა მქონოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირვად 3-4 წელიწადში ისე კარგად მოყოჩაღდა და გაძლიერდა, რომ მშვენივრად, ვისაც გინდათ მზის გამძლე ისფერი ვარდი. ეს ვარდი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას. აქ მოკაროსა მყავს კოკორში. შარშან პირველად იყვავილა, რამდენიმე ყვავილი ქონდა და წელს აგერწდა, უფრო მოყოჩაღდა. ეს აშრამი ეხლა ყველა ვარდზე აღარ დავიწყებ იმის თქმას, რომ ლამაზია, კარგია, საყვარელია, იმიტომ რომ შარშან შემოდგომით გამოვხშირე ვარდები ჩემს ბაღში და 60-მდე ვარდი გავაჩუქე. ხო წარმოგიდგენიათ ახლა, რომ როგორი კოლექცია დავიტოვე. საუკეთესოთა შორის საუკეთესოები. მაგრამ მაინც ბევრია. ეს ელდი ბრაით ვაითია. ხოთ კაკაო სულ კოკრებშია. ეს კენსინგტონ გარდენსია. აქეთ ყვავილი გაუშლია. აბა ვნახოთ. აი როგორია.
მოკლედ დავასკვენი, რომ ერთი ადამიანის მოსავლელად აი 100 ვარდზე მეტი არ უნდა ყავდეს ბაღში. ძალიან რთულია. შარშან 160-ზე ჩამოვედი და ნელ-ნელა მე მგონი ისევ შემიგროვდა 200-მდე. იმიტომ რომ ისეთი ახალ-ახალი ჯიშები გამოდის, რომ თავს ვერ ვიკავებ. ეს Fisherman's Friend-ია. ამას იმხელა ყვავილები აქვს. ძალიან დიდი. ეს უკვე მე რამდენი დღის ყვავილია, არ ვიცი. შეხედეთ. აი ერთ-ერთი ყველაზე ეკლიანი ვარდია ეს. ეს დამავიწყდა ახლოდან მეჩვენებინა. პატარა საქოთნე ვარდია და გადმოვიტანი აქ. დამავიწყდა სახელი იაპონური ვარდია და მივაწერ. ესეთი ჭყეტელა ფერის უსაყვარლესი ვინმეა. აქ არის გრანდამორე. ძალიან მიყვარს ეს გოგო, მაგრამ გამამწარა. ერთადერთი აი ვარდია ჩემს ეზოში, რომელიც სულ ავადობს. ყველაზე ხშირად ჭირდება შეწამვა. არ ვიცი, რამდენხანს მეყოფა კიდე გამძლეობა, ძალისხმევა. თუ ასე გააგრძელა, ალბათ მომიწევს დამშვიდობება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიმეტებ. აი ეს უნდა მეჩვენებინა. შეხედეთ. ეს არის იოანე პავლე მეორე. ამხელა ყვავილით. ახლა რომის პაპისთვის ნამეტანი კეკლუცი ყვავილები აქვს. აქ გაიშალა ჩემი საყვარელი, ჩემი მზეთუნახავი, მზისფერი ბიჭი. ეხა ბიჭი და გოგო არ დამიწყოთ. მიქელანჯელოა და გოგოობას ვერ ვაკადრებ ნამდვილად. კლასიკური ჩაის ჰიბრიდია. აი ესეთი ფორმის ყვავილები აქვს. და აქვს ძალიან განსხვავებული ფოთოლი. გიჟდები აი ამის ფოთლებზე. რაღაცნაირი ფაქტურულია. მუქი, პრიალა და აი ხელსაც რო კიდებ, ისეთი ფაქტურა აქვს ფოთოლს. ძალიან ოჩაღია, არასდროს არ ავადობს. აქეთ მეტი არაფერი არ ყვავის ჯერჯერობით. აი ეს ყვავილიც გაჩვენოთ. ნუ რა ვქნა, ყველა ვარდი მიყვარს. არც ერთი ვარდი არ არის ისეთი, რომ ვთქვა, რომ ეგ არ მიყვარს თქო, მაგრამ ბოლო წლებში მარტივ ყვავილა ვარდებსაც შევეგუე, ასე თუ ისე, მაგრამ კლასიკური ჩაის ჰიბრიდები მაინც ნომერ პირველია ჩემთვის. ნუ ადამიანი და გემოვნებაა ეს უკვე. საკამათო საკითხი არ არის. ეს არის პიჩავალანში. აქეთ
Blue Moonstone ყვავის. აი ასეთი ნაზიკოა. კოთანში მყავს. უნაზესია ხო? და რამდენი კოკორი აქვს კიდე. აი. ხო ეს ჩემი ამარილისი გავამარიაჟო. აქეთ არის სასწაული ბაროკი. უსურნელოვანესი. აი ასეთი. ლავილა კოტა. ძალიან ყოჩაღი გოგოა ეს. აი ესე გადავაწვინე ტოტი ღობეზე და მშვენივრად მოეწონა. აი ასეთი სილამაზია აქ. იქით შტერნტალერიც ცოტა ხანში დაიწყებს ყვავილობას და ერთად კიდევ უფრო ლამაზი სანახავი იქნებიან. აქ ახალი კლუმბა შარშან დაორგეს ვარდები და როგორც შეუძლიათ ისე მახარებენ ჯერჯერობით. დიდათ არაფერი არ ყვავილობს. ჯინგერბელსი იგიჟებს თავს. აი ესეთი დაკიდული ყვავილები აქვს. მაგრამ სულ ყვავილშია. სულ. არასდროს არ ჩერდება მთელი ზაფხული. აი ესე დახუნძლულია ყვავილებით. რამდენს მოაჭრი გადაყვავილებულს, იმდენი ახალს გამოისვრის. აქეთ სტეფანია ბარონია მყავს და უკან ჰერცოგინია კრისტიანა. არ ვიცი, გაიშლებიან და ვნახოთ აბა როგორი ყოჩაღი გოგოები არიან. ეს უსაყვარლესი ბელვიო. შეხედეთ. ამის ყვავილის ფორმაზე ვგიჟდები. არ გადმოსცემს კამერას, სინამდვილეში არის ხავერდოვანი. აი რაღაცნაირი ქვედა ფურცლები აქვს ძალიან მუქი შედარებით და აი ასეთი გოგოა. აქ ვიყავით და მეორე მხრიდანაც შეგახედოთ. აი ამან გაშალა ყვავილი. ეს არის Magic Purple. სირიუსის ვარდი, ჩინელი სელექციონერის. ძალიან ბევრი კოკორი აქვს წელს. და ვნახოთ აბა რო გაიშლება. აი ეს თამამო. ძალიან მიყვარს ამის ყვავილი. ჩემი სუსტი წერტილია. შეიძლება ვიღაცას არ მოსდის თვალში, არ ელამაზება. წელს კი ნამეტანი უდღეული ყვავილები აქვს. ძალიან პაწუწყუნები, მაგრამ მე მაინც მელამაზება და ძალიან მომწონს რო უყურებ. აი ესეთი ძალიან საყვარელი ვარდია. საქოთნია, მე ვთვლი, რომ ქოთანში უკეთესად გრძნობს თავს, იმიტომ რომ დაბალია ძალიან. მაშინ წინა რიგში უნდა ჩასვათ, რომ ამის ყვავილები დაინახოთ. აი ესეთი. აქეთ ჯისე იწყებს გაშლას.
ჩემი საყვარელი ჯისე, ეგეც ჩინურია. აქ ვიყავით და გითხარით უკვე, რომ ეს არის კორალრივა და ორენჯრივა ერთად. არა უნდა გაჩვენოთ, რამ ხელა ყვავილია. ეხლა იშლება ეს ყვავილი, ნახეთ გული როგორი აქვს. ეხლა დავინახე, რომ ეს გაშლილა. ეს არის კლემატისი თეკლა. პირველად გაიშალა ეხლა ჩემთან. აი აქედანაც განახოთ რა ამბავია. ეს კონფეტია, ყველა იცნობთ. ხუამდენი ვარდი მყავს ეზოში და გამვლელებს, მაინც კონფეტიზე რჩებათ თვალი. და ჩემი ეზოს მშვენება, მთავარი, ესე ვთქვათ, მეფე სავარდეთის, ეს არის ტრავიატა, იცით ყველამ. აი ერთი ვარდი თუ აი რო ეთქვათ ჩემთვის, რომ ერთი ვარდი უნდა დაიტოვო ეზოშიო. აუცილებლად ტრავიატას დავიტოვებდი. მისი სად არის, არ ვიცი, მე სხვა ვარდი. ერთადერთი მინუსი აქვს და მინუსად არც ვუთვლი, რომ არ აქვს სურნელი. აი ესეთი ზღვა ყვავილები აქვს. არასდროს არაფერი არ ემართება. არ სჭირდება არც კვება, არც წამლობა, არაფერი აბსოლუტურად. დარგე და დატკბი, რასაც ქვია. აქეთ ფეხებში მირანდა ყავს. არ ვიცი, საიდან როგორ გადავიღო ლამის ღობეზე შემოვძვერი ახლა, რომ აქედან მეჩვენებინა. ეს არის პულმან ორიენტალ ექსპრესი. აქეთ არის ნონა, ჯერ კოკორშია. აი მერე რო გაიშლება, განახებთ, იქით თახთან მყავს გოჟარი. ძალიან ხშირად ეშლებათ ერთმანეთში ეს ორი ვარდი და დაგანახებთ განსხვავებას, რომ ნონა და გოჟარი სულ სხვადასხვა ვარდებია. ეს ისევ ის ყვავილია დიდი ბრიჯუოთერის, რამდენიმე დღის წინ რო განახეთ. კლემატისი ამთავრებს უკვე ნელ-ნელა. აი როგორი გოგო ყავს აქ. ეს არის პრინცესა კიში.
უყო ჩაესი. უტყუარი ვარდია. სუპერ ტრუპერი. ეხლა აქეთ მივყვეთ იაპონური ვარდების კლუმბას. ძირითადად იაპონურები მერგია აქ. ლილა, ჩამოკიდა ყვავილები, აღარ მივაბი. აი ეს ბლუბერია. შეხერეზადა იწყებს გაშლას. კიდე ბევრია აქ. მონალიზა, პრინცესა ტიანგუნი, ლიბელულა. ნელ-ნელა დაიწყებენ ყვავილობას და ყველას გაჩვენებთ. აგერ მარწყვის ნაყინი იშლება. შეხედეთ. ეს საქორწინო ევა ისევ ის პირველი ყვავილია ეს რამდენიმე დღის წინ რო გაჩვენეთ. ახლა შხეფები მიესხაც და შეილახა თორე ნახეთ რა ყოჩაღად დგას. რამდენი ალბათ მე-6 დღეა უკვე რაც გაიშალა. აქეთ არის კრისტალინა. გუშინ გაჩვენეთ. ჰელენა, კიმურას ვარდი. ელი იწყებს გაშლას. ფრანგული კაბა. სუპერ ვარდია ეს. ვგიჟდები ასეთ ფერებზე. ჩამალულია ყვავილები ყველგან. სულ ყველგან. აი ეს ვარდი, ეს ყველაზე მაღალი არის მულენგალეტი. აქ შარლოტა პერიანი იშლება. მიყვარს ამ ფერის ვარდები. აი მულენგალეტი. ალბათ მეორე მხრიდან უფრო მოვახერხებ რო გაჩვენოთ. ჯერ აქ მოვჩეთ. ეს ხაცუნეა. კავამოტოს გოგო. ეს უკვე გადაყვავილდა, სუსუ პირველი ყვავილი 6 დღის არის ნამდვილად. და ეს მეორე კოკორიც გაშალა. აი ესეთი ოქროსფერი ყვავილები აქვს. აქეთ პირველი წლის იმპრესიონისტია. ეს გაჩვენეთ ადრე არის კოლინ რუჟი. აი ესეთი სასწაული ვარდი. ესეც კავამოტოს გოგოა. აი ესეთი შეჭრილი ფურცლები აქვს. აი ნელ-ნელა გავდივართ ბოლოში. აქეთ ეს ლებლანი იშლება.
პირველი წლის ვარდი, ეს საყვარელი გოგონა. ისევ ის პირველი ყვავილებია. აი ეს პირველი ყვავილია. ძალიან გამიმართლა ამ ვარდში. აი როგორი მართლაც საყვარელია. ეხლა უყურეთ. ეს არის ბუკე პარფე და დინკი. როგორ ოცნებობდი, რომ თეთრი და წითელი ერთად იყვავილებდნენ, მაგრამ სამწუხარო დროში არ ემთხვევიან. ჯერ ბუკე პარფე იწყებს, ამთავრებს ყვავილობას და მერე იწყებს დინკი. ნუ არა უშავს. ეს არის აია, რომელიც უკვე გაგაცანით ადრე. ეს ისევ ის პირველი ყვავილებია. ნახეთ როგორი ფერია. ძალიან სურნელოვანია. მიწას არ აცდენია ჯერ და დაიხუნძლა ყვავილებით და რამდენი კოკორი აქვს კიდე. იქით ჩაიმალა კიდე ერთი კოლინ რუჟი. აი ეს არის პიერ არდიტი. მე რამდენი შანსს ვაძლევ მე ამ ბიჭს არ ვიცი და წელსაც თუ არ გაამართლა მომიწევს დამშვიდობება. აი ესე თითოეულა ყვავილით ყვავილობს. აი მულენგალეტი. ეს არის მერი ლენოქსი. ძალიან სურნელოვანია ესეც. აქეთ არის მეცხრე ანგელოზი. აი აქედან კარგად შეგახედოთ. რამდენი კოკორი აქვს კიდე. ღმერთო. ეს ახლა იწყებს გაშლას. ნახეთ. რამდენი ფურცელი აქვს. დავასრულებთ შემოვლას აი ამ უსასწაულეს ვარდთან. ეს არის აუბე. კიმურას ხვიარა ვარდია. აი ესეთი გარდამავალ ფერებშია. აი ცოტა შორიდან რო დაგანახოთ. აუბე იაპონურად არის განთიადი. მზის ამოსვლა. ესე ვთქვათ.
დღეისთვის ამით დაგემშვიდობებით. გაიშლება კიდე ახალი ვარდები და ისევ შევხვდებით.